გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ დღეს ისევ თქვენთან ერთად ვარ, ამისთვის აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ ჩემს ერთგულ სპონსორ ავერს. დღეს განსაკუთრებულად საინტერესო რუბრიკა მექნება თქვენთვის, იმიტომ რომ ნამდვილად განსხვავებულად, საოცრად საინტერესო ადამიანებზე მინდა ვისაუბროთ. ესენი გახლავთ და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპი, რომელთა ღვაწლი ძალიან დიდია. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. როგორც იცით, ოლივერ უორდროპი გახლდათ ძალიან ცნობილი დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მის დასთან ერთად ცდილობდა, რომ საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, კულტურა, მწერლობა მთელი მსოფლიოსთვის და ევროპისთვის გაეცნო. წელსაიუბილეო წელია მათთვის, ამიტომ რადგან მეც აქ ვცხოვრობ ბრიტანეთში, მათ სამშობლოში და ისინი ნამდვილად საოცარი და გამორჩეული წარმომადგენლები არიან ამ საზოგადოების და ასევე ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესია მათი ღვაწლი. რა ვუვლიდი გვერდს ამ ისტორიას და აუცილებლად მინდა გიამბოთ თქვენს. გადავწყვიტე რომ მათზე ვისაუბრო, გავიხსენოთ ისინი და დავაფასოთ მათი ღვაწლი. ოლივერ უორდროპი გახლდათ ბრიტანეთის დიპლომატი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინტერესდა საქართველოთი, როდესაც სტუდენტი იყო, მისი ლექტორისგან გაიგო საქართველოს შესახებ, ისტორიკოსის და დიპლომატისგან ლორდი ბრაისისგან და მალევე შეუყვარდა ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. 1887 წელს 19 თებერვალს მოხდა პალესტინაში ოლივერი, სადაც ნახა შოთა რუსთაველის ფრესკა და სწორედ აქედან დაიწყო მისი ინტერესი ვეფხისტყაოსნის მიმართ და უკვე მარჯორისთან მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ესეთი არაჩვეულებრივი თარგმანით დასრულდა. და ეს ინტერესი და სიყვარული ძალიან მალე გადასდო და დაავადა თავისი და მარჯორი. მარჯორი ძალიან ჩაერთო საქართველოს გამოძიებაში ქართული ამბების ლიტერატურად დაინტერესდა, ქართული ენით. ის ძალიან ბევრ ენას ფლობდა, ფრანგულად საუბრობდა, გერმანულად, რუმინულად, რუსულად და გადაწყვიტა რომ ქართული ესწავლა. თუმცა ეს მარტივი არ იყო იმ დროს, იმიტომ რომ არ არსებობდა სახელმძღვანელოები და მან დაიწყო ქართული ენის შესწავლა ბიბლიის მეშვეობით. ძალიან ბევრი წერილი არსებობს და ამბავი რომ ის საუბრობდა ძალიან ძველი ქართულით, სხვათა შორის გურული აქცენტი ჰქონდა და ძალიან საყვარლად საუბრობდაო, ასე ამბობენ. უკვე შემდეგ, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და გაიცნეს ქართული ინტელიგენცია, ძალიან საინტერესო ადამიანები, მათ შორის მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ივანე მაჩაბელთან და როგორც იცით, მარჯორიმ ძალიან ბევრი ქართული ნაწარმოები თარგმნა ინგლისურად. სწორედ მარჯორის ეკუთვნის ძალიან ბევრი ცნობილი ნაწარმოების თარგმანი, მათ შორის მიმოწერები არსებობს ილია ჭავჭავაძესთან, როგორ უთანხმებდა მისი მოთხრობების და ნაწარმოებების თარგმნას, მათ შორის მან თარგმნა განდეგილი, მგზავრის წერილები, ქართული ზღაპრები, წმინდა ნინოს ცხოვრება, ვეფხისტყაოსანის თარგმანიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ ინგლისურ ენაზე პირველად ითარგმნა ვეფხისტყაოსანი. ოლივერ უორდროპი წლების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდა და ცდილობდა რომ შეეგროვებინა ქართული ხელნაწერები, წიგნები, მანუსკრიპტები, რომლებიც დღეს ერთად არის შეგროვებული და ოქსფორდში ბოდლიანის ბიბლიოთეკაში ინახება. უნიკალური შანსი მომეცა, რომ შევიდი ამ ბიბლიოთეკაში და ჩემი თვალით ვნახო აი ეს საოცარი უძველესი ხელნაწერები, წიგნები, რომლებიც საუკუნეების წინ დაიწერა, გადაითარგმნა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, ასე რომ სწორედ ახლა ბოდლიანის ბიბლიოთეკას დავიმყოფები და ერთად შევდით და დავათვალიეროთ. თორზე როა გადაწერილი და არა როგორც ლექსი. ამას თუ აქცევთ. ხო, ესე წერთ ხო იმას. ეს არის როგორც მოთხრობა. პროზა, ხო, ესე არის დაწერილი. ეს კი არის უკვე თარგმანი, მარჯორი უორდროპის ინგლისური ხელნაწერი თარგმანი, რომელიც არის ნამდვილად საოცარი. ეს სულხან საბაორბელიანი, ქართული ზღაპრები, ეს უკვე თარგმანია, პოემები. მე-14 საუკუნეში გადაწერილი ტიპიკონი. პროხორე ქართველი საერთოდ არის დამაარსებელი ჯვრის მონასტრის იერუსალიმში და ეს არის მისი გადაწერილი, მაგრამ ეს არ არის ტიპიკონი, ეს არის ვიღაცა წმინდანების ცხოვრება, რომელიც დაჩაწერა მან. და აი ეს უკვე არის თვითონ პროხორე ქართველის დაწერილი
ტიპიკონი, ანუ წესი მონასტრის, მაგრამ ეს არ არის მისი ხელნაწერი უკვე. მარჯორის ოცნება იყო, რომ დაეკრძალათ საქართველოში, გურიაში, უნდა და შემოქმედის მონასტერში. ეს იყო მისი ოცნებაც და მისი ანდერძიც, რომელიც ვერ შეუსრულეს. მაგრამ მარჯორი ორდროპმა ისეთი სახელი, ისეთი კვალი და ისეთი უდიდესი ღვაწლი დატოვა ქართულ ცნობიერებაში და ქართულ ლიტერატურაში, რომლის მსგავსიც შემდეგ არ განმეორებულა ისეთი სულიერი და ისეთი მშვენიერი თარგმანები, როგორც მარჯორი ორდროპს აქვს, შეიძლება ითქვას, რომ არავის აქვს. ბევრ წერილში ზუსტად არის დაძმას შორის წერილში როგორი აღფრთოვანებით საუბრობს ქართველებზე, ქართულ ქალებზე, სიმღერაზე, მუსიკაზე, რა თქმა უნდა ზოგადად ისტორიით და ლიტერატურით რომ გატაცებულები იყვნენ გასაგებია, მაგრამ უპირველესი ჩემთვის არის ალბათ ის რომ ის ქართული ადამიანის ბუნებით მოიხიბლნენ. ქართული ადამიანის ბუნებით მოიხიბლნენ და ამას ამბობს კიდეც. თუ გავიმეორებ კიდე გერდაპირ წერს რომ ჩვენ ეს თვისებები არ გვაქვს ევროპელებს. აი მე ვფიქრობ და კიდევ რას ამბობს იცით რომ თუ გინდა რომ თავი იგრძნო ბედნიერად ქართველი უნდა გყავდეს ერთზე. ხო ანუ ვაბედნიერებდით. როგორც ვიცით, თქვენც გატაცებული ხართ საქართველოსი და სწავლობდით ქართულ ენას. ამან ვორდროპების ისტორია გამახსენე. მგონი ძალიან ლამაზი ენა არის. ფიქრობ ნამდვილად საოცარია რომ ქართველი ახალგაზრდები დღეს საქართველოში მრავალ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი არაქართველი სტუდენტი, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ ქართული. ისინი სწავლობენ ენას, საქართველოს ისტორიას და რა თქმა უნდა ქართველი სტუდენტები, რომლებიც ხშირად თხოვენ ამ საოცარი წიგნების წაკითხვას. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი ასეთი ინტერესის საქართველოს მიმართ? ფიქრობ უამრავი განსხვავებული მიზეზი არსებობს. ჩემი პირადი ინტერესი დაიწყო მუსიკის სიყვარულიდან. მაინტერესებდა პოლიფონიური სიმღერები და რა თქმა უნდა საქართველოს აქვს მდიდარი, უნიკალური პოლიფონიური მუსიკა. ნიუ-იორკში ვსწავლობდი და მხოლოდ 2 წიგნი ვიპოვე საქართველოზე. წავიკითხე და აქედან დაიწყო ყველაფერი. წლების შემდეგ მოვხვდი საქართველოში და მოვიხიბლე. ფიქრობ რაღაც უნიკალური აქვს თქვენს ქვეყანას და კულტურას. ყველა ეროვნების ადამიანი პოულობს მისთვის ახლოს და საინტერესოს. ქართველები ყოველთვის ამაყობდნენ მათი ენით და კულტურით, მაგრამ ასევე ღია იყვნენ ახალი შემეცნებისთვის და იდეების გაცვლისთვის. იმდენი სხვადასხვა კულტურა და არქიტექტურაა ძალიან ბუნებრივად ინტეგრირებული საქართველოში და თან ამასთანავე არის ძალიან ქართული. ყოველთვის ვიხიბლები ამით. ფიქრობ საქართველოს ხიბლი სწორედ ამაშია და მსოფლიომ თქვენგან უნდა ისწავლოს ეს, რომ უნდა იყოს სტუმართმოყვარე, ღია ახალი საინტერესო გამოცდილებისთვის და ისე რომ არ დაკარგო შენი იდენტობა, ისწავლო და გაითავისო საუკეთესო სხვადასხვა კულტურებიდან. ალბათ სწორედ ამიტომ ირჩევენ საქართველოს და ქართულის შესწავლას. როდესაც იქ ხვდები, იხიბლები იმით, რა სიხარულით ხვდებიან. იმედი მაქვს მომავალში უფრო ხშირად შევძლებ საქართველოს ჩამოსვლას. შეხედე აქ ნახატებია. ძალიან საინტერესოა რა. ესე იგი ეს არის ვეფხისტყაოსანი იმდენად პოპულარული იყო, ყველა ოჯახს ჰქონდა. შეიძლება ბავშვები ხატავდნენ. შეიძლება. აქ ასოების გამოწერაში ვარჯიშობდი. დიახ, ნამდვილად ბავშვები იქნებოდნენ. უორდროპების სტუმრობა საქართველოში მეფის რუსეთის დროს დაემთხვა. მაშინ საქართველო რუსეთის იმპერიის ქვეშ რაღაც მივიწყებული ქვეყანა იყო. ეს იყო ილიას ბრძოლის ეპოქა ერის გამოღვიძებისთვის. ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოშიც კი ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიოსობის ძალიან ცოტა სჯეროდა. და მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ ამ უცხოელებმა ინგლისელმა დაცმამ დაინახეს, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან არანაირი კავშირი. უორდროპებმა ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მოაქციეს პირველად ქართული კულტურა და წარმოაჩინეს მსოფლიო კულტურის კონტექსტში. და მთელ მსოფლიოში მოძიებული მასალა აისახა ოლივერის წიგნში საქართველოს სამეფო, რომლის ქვესათაურიც იყო წიგნი ქართველ ქალებზე, სიმღერაზე და ღვინოზე. ის მოხიბლული იყო ქართველი ხალხით და ხშირად აღნიშნავდა მათ განსაკუთრებულ სასიამოვნო თვისებებს და როგორ ბედნიერდებოდა ის ქართველებთან ყოფნი. 1894 წელს მან გამოაქვეყნა სულხან საბას სიბრძნე სიცრუისას თარგმანი, რომელზეც წერდნენ გამოცემები და ჟურნალები, რომ ლიტერატურის მოყვარულები იტაცებენ ამ წიგნს, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა მის თარგმანებს.
სამწუხაროდ მარჯორი ძალიან ახალგაზრდა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა 1909 წელს. ოლივერმა გადაწყვიტა რომ დაეფუძნებინა ფონდი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კათედრის შექმნას ოქსფორდში. ასეც მოხდა. ეს ფონდი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა ახალგაზრდებს, მეტი გაეგოთ საქართველოს შესახებ, ლიტერატურის ისტორიის შესახებ და უფრო მეტად გაცნობოდნენ საქართველოს. ჯონ ოლივერ უორდროპი წლების განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები დაელაგებინა. ძალიან ბევრი გააკეთა მან, რომ ევროპას დაემტკიცებინა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა და 1920 წელს სწორედ ეს მოახერხა მან. ის საქართველოში დიდი ზეიმით მიიღეს, ამის შემდეგ დახვდნენ და წერილიც არსებობს, სადაც ის თავის მეუღლეს უყვება, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღე, რადგან მე ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ამას. მომიყევი ამ პროექტის შესახებ, იმიტომ რომ საოცარი პროექტს აკეთებთ, დოკუმენტური ფილმი იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საქართველოს. ადამიანები, რომლებიც საერთოდ ნამყოფები არ იყვნენ, ქართული არ იცოდნენ თავიდან, რომ უკვე შეუყვარდათ ჩვენი ქვეყანა, ეს რამ ხელას ნიშნავს. ჯერ ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ლელა თქვენ დაგხვდით აქ. ტელეკომპანია იმედი დაგხვდა. და გვიპატრონა და ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაგვიწია, ამისთვის მინდა დიდი მადლობა. წელს არის უორდროპების, მარჯორი უორდროპის 165 წლის თავი და ოლივერ უორდროპის 170 წლის თავი. და საქართველოს გადაწყვეტა, რომ ეს თარიღები აღნიშნოს, იმიტომ რომ მადლიერება მართლა ძალიან ძვირფასი რამეა. და თუ ვინმეს მადლიერი უნდა იყოს საქართველოს, უნდა იყოს ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის, რომლებმაც ჩვენი კულტურა ბრიტანულ საზოგადოებას ნამდვილად და პრაქტიკულად ევროპულ საზოგადოებასაც გააცნეს. ოლივერ უორდროპი არ არის მხოლოდ კულტურული მოღვაწე. ის არის პოლიტიკური მოღვაწე. და თუ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია, 80% ნამდვილად ოლივერ უორდროპის დამსახურება. მან მოახერხა ბრიტანეთის მთავრობასთან, რომ პროთურქული კლანი, ასე ვთქვათ, გაეწია გვერდით და დაემტკიცებინა, რომ აჭარა არის საქართველო. ჩვენ ვაკეთებ დოკუმენტურ ფილმს, მარჯორი და ოლივერის სიყვარულით ინგლისიდან, ასე ქვია ამ დოკუმენტურ ფილმს, მე გახლავართ რეჟისორი და სცენარის ავტორი. ეს არის პროექტი, რომელშიც ჩართულია გურია, რომელშიც ჩართულია აჭარა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებს გულისხმობ. აჭარა, რომელშიც ჩართულია აფხაზეთი და რასაკვირველია თბილისი. და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლენის ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ეს უნიკალური ფონდი გაგვიხსნეს თქვენი დახმარებით. ქართული ხალხის ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიმართ გამოხატული მადლიერება გამოიხატა კიდევ საჩუქარში, რომელიც იყო გიორგი მე-12-ის სამეფო ჯვარი. თავისი ყელსაბამით იგი გადასცეს ოლივერის შვილს, ნინოობას. ეს ჯვარი დღეს ინახება ბრიტანეთის ნაციონალურ მუზეუმში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა მომეცა და ეს უძვირფასესი, უძველესი ხელნაწერები ჩემი თვალით ვიხილე. მიხარია, რომ მომეცა საშუალება რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ოლივერ და მარჯორის შევეხე დღეს და გავიხსენე მათი ღვაწლი. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.